გამარჯობა, მე ვარ გიორგი ბარამიძე, ეს არის აზროვნების სახელოსნო და დღეს მინდა ვისაუბრო შემწყნარებლობაზე. გიფიქრიათ ალბათ იმაზე, რომ თქვენი განწყობა საკუთარი შინაგანი სამყაროს მიმართ და იქ არსებული აზრების მიმართ არის თუ არა ძალადობრივი, თუ არის ბუნებრივი და თქვენი შინაგანი სამყარო იჩენს თუ არა შემწყნარებლობას იმ აზრების მიმართ, რომელიც შეიძლება კი არა და აუცილებლად არის ბევრ შემთხვევაში ურთიერთგამომრიცხავი და შეიძლება უპირისპირდებოდეს და უპირისპირდება კიდეც იმას, რასთანაც თქვენი შინაგანი რაობა გააიგივეთ, ასე ვთქვათ, რომ გიფიქრიათ თუ არა იმაზე, რომ ყველაზე ძალადობრივი სივრცე, რაც შეიძლება ჩვენში იყოს, მე ასე ვიტყოდი ჩემი შინაგან სამყაროში და საკუთარი თავის მიმართ დავსვამ ამ შეკითხვას და გეკითხებით თქვენს, ისე გვიფიქრიათ თუ არა იმაზე, რომ შეიძლება ყველაზე არაშემწყნარებელი სივრცე ჩვენში იყოს სწორედ ჩვენი გონება. ამის თქმა და ამის აღიარება ალბათ არის დაკავშირებული ბევრ სიზნელესთან, იმდენად რამდენადაც გონება ჩემს შინაგან სამყაროში მე გამიჭირდება ამის თქმა, რადგანაც მე მგონია და მე ასეთი ვარაუდი მაქვს და მქონდა, რომ გონებას უნდა ვენდო და გონება შეიძლება იძლეოდეს იმ გზამკვლევს, რომელსაც უნდა გავყვე. მაგრამ საქმე ის არის, თუ როგორ გავიგებ მე ჩემ გონებას, ანუ რა მიმაჩნია მე ჩემს გონებად, ასე ვთქვათ, იმდენად რამდენადაც მე თითქმის ყველაში თუ არა ბევრ საუბარში მე მქონდა ვეხებოდი ისეთ საკითხებს, როგორიც არის ფრჩხილებში ჩასმა, რაღაცის, რაც მე არ მესმის კარგად და რაზეც მე ვფიქრობ, რომ ჯერ არ არის მომწიფებული დრო იმისთვის, რომ აი ამ რაღაცამ თავისი თავი გამოაჩინოს და მიჩვენოს მე, ანუ წარმოაჩინოს თავის თავი, გამჟღავნოს თავის თავის, როგორც თავის დროზე, არც თუ ისე დიდი ხნის წინ ჩვენ ფოტოებს ვიღებდით სახლის პირობებში და კიდეც ნეგატივებს ვამჟღავნებდით, როცა კიდევდით თოქზე სარეცრის საკიდარით კიდევდით ამ ნეგატივებს, რომ იქედან მერე სურათი გამჟღავნებული იყო, ხო? ამას ვაკეთებდით გარკვეული ქიმიური თუ ალქიმიური პროცედურის შემდეგ, როცა სითხეში ჟავაში ვათავსებდით ამ ნეგატივებს, ასე ვთქვათ, თუ ეხლა მე სწორად ხვარობ იმ ტერმინებს, რომელიც ამ პროცესს აღწევს. საქმე ის არის, რომ ეხლა და ასევე ისე იგი არა მარტო ფრჩხილებში ჩავსვა რაიმე, არამედ კიდეც უნდა თავი შევიკავო, თავშეკავება განვახორციელო. ანუ არ უნდა ვთქვა წინასწარ რაიმეზე, მე ასე განვაწყობ ჩემ თავს, ასე ვთქვათ, ხო? არ უნდა ვთქვა რაიმეზე წინასწარ, არა თუ ცუდია და კარგია და რაღაცა ზნეობრივი ისინი არ შემოვიტანო აქ, არამედ ისიც კი არ უნდა ვთქვა, ალბათ უპრიანია არ თქვა, ალბათ, რომ რაღაცა არსებობს ან არ არსებობს.
და გარკვეულწილად უნდა დავიცვა სიჩუმე იმ გაგებით, რომ არც შინაგანი ხმით, არც მით უმეტეს გარეგნულად, გარეგანი ბგერებით არ წარმოთქვა ის, რასაც აი ამ მოვლენების მიმართ შეიძლება მე გულისხმობდი, ხო? ეს მიწყობს ხელს, მე ვფიქრობ, რომ ეს მიწყობს ხელს, რომ ვისაუბრო შემწყნარებლობაზე, რადგანაც თუ მე აი ამ მომენტების დაცვას მოვახერხებ საკუთარ შინაგან საბოროში, რაც ახლა ჩამოვთვალე, მაშინ მე შემიძლია ვთქვა, რომ მე გამოვიჩინე შემწყნარებლობა აი ამ აზრების მიმართ, რომლებიც ჩემში არიან, თუ არ არიან, ანდა არიან და არც არიან, მე უფრო აი ამ ბოლო მომენტს ვანიჭებ მნიშვნელობას, რა თქმა უნდა, გამომდინარე იმ განწყობებიდან, რომელსაც მე ვფიქრობ, რომ ჩემი საუბრების დროს მე ვქმნი თუ იქნება თავისთვის, ხო? ანუ შემწყნარებლობა ამ მხრივ ნიშნავს იმას, რომ რაღაცას იმადყოფნა მიანებო, რაც ის არის. დაახლოებით დაანებო იყოს ის, რაც ის არის. ხო? აი გალაქტიონის სტრიქონი მახსენდება რა. დაანებეთ ფიროსმანას სევდიანი ფიქრები. ანუ დაანებეთ, ნუ ჩაერევით, მიუშვით, რომ მათ შეძლონ თავიანთი თავის გამომჟღავნება და სწორედ ეს იქნება აი სამართლიანობა მათ მიმართ, ჩვენი სამართლიანი, უпростоრად დამოკიდებულება, არა სამართლიანობა, რომელზეც ჩვენ უკვე ვისაუბრეთ და რომელთანაც შეიძლება ჩვენ არც კი ვქონდეს შეხება, არამედ ვიქნები სამართლიანი, ანუ ჩემი დახასიათება, ანუ ზეცართავის სახელიდან განსაზღვრები სამართლიანი, ხო? და ვიქნები თავისუფალი, თუ მე ასე მოვიქცევი, ხო? მაგრამ ეს ჩემი ვარაუდებია, ეს ყველაფერი, ეს საუბრები, ეს ტონალობა, რითაც მე ახლა ვსაუბრობ, მოდის მას შემდეგ, რაც ყველაფერი უკვე მომხდარია. ყველაფერი არის ფაქტუმ, ანუ არის ფაქტი. ფაქტი როგორც წარმოსახვითისა, უხილავისა და რეალურის, ასე ვთქვათ, ერთიანობა. თუ არის ეს სიტყვა ახლა, ეჭვმეპარება რომ ეს სიტყვა გამოთქვამდეს ახლა იმას, რასაც მე ვფიქრობდი, ხო? აი რაღაცნაირად რომ მოხდება რაღაც, ანუ აზრი, რომელიც განხორციელდება და აზრის განხორციელება ნიშნავს იმას, რომ ის არ ნიშნავს იმას, რომ ის ბოლომდე მივიდეს. ანუ აზრი შეიძლება გაწყდეს ნახევარ გზაზე, ასე ვთქვათ, ან დაწყებისთანავე, ან ასე შემდეგ, ანუ არინებოს მან მისვლა ბოლომდე და თავის იმგვარად გამომჟავნება, როგორც ეს ჩვენ წარმოგვიდგენია, რომ რაღაცამ თავისი თავი რომ წარმოადგინოს, დაგვანახოს, ამისთვის აუცილებელია, რომ ეს რაღაცა ბოლომდე მივიდეს, ეს აზრი ბოლომდე მივიდეს. დაუშვათ მე საუბრობდი იმის შესახებ, რომ საერთოდ აღქმა მეძლევა არა მარტო აზრი, ასე ვთქვათ, არამედ მეძლევა ფიგურა, ანუ აზრის ფიგურა. ანუ ჩემი ასე ვთქვათ, ჩემი აზრები არის ჩემს მიერვე, თუ ჩემში, არ ვიცი, ჩემში აზრები, ჩემს მიერვე თუ ვიღაცის მიერ არის დასურათხატებული. ანუ მე ვერც ერთ აზრს ვერ გავიაზრებ ისე,
ან ვერაფერს ვერ მოვიაზრებ ისე თუ ეს რაღაცა არ გარდატყდა ჩემში და მან არ მიიღო გამოსახულების. მოდი ვიტყვი ფოტო სურათის სახე. ანუ ეს ფოტოები ჩვენ შეგვიძლია შევადაროთ უწოდო ამას მე შემიძლია ვუწოდო ელვა ფოტო, ანუ მყისიერი მყისიერი იმ გაგებით რომელიც ოდესღაც აზროვნების პრინციპი იყო და დიდ როლს ასრულებდა აზროვნებაში მე ამას მიდასტურებენ ჩემი შინაგანი დამკვირვებლები და შინაგანი თვითმხილველები და იმას გულისხმობ რომ მყის აი ეს სიტყვა გამოხატავდა სწორედ იმ მდგომარეობას როცა რაღაც ანუ დროის უმცირეს მონაკვეთშიც კი არ არის საჭირო იმისთვის რომ დროის უმცირესი მონაკვეთიც კი გავიდეს. ანუ ეს არის არა ზედროული ვითარების გამომხატველი, არამედ უდროობის, საერთოდ დროსთან არანაირი მიმართება არ აქვს. იმდენად რამ და უდრო ნიშნავს რომ საერთოდ დროის უკონელია. დროსთან ანუ არ არის გატარებული დროსთან და ამდენად არის უბიცო თავისი შინაგანი ბუნები. არის უმარტივესი, უბიცო, მყისიერი, მყის. აი ამის ასე ვთქვათ დაჭერა თუ მოახერხა ჩვენს შინაგან სამყაროში რომელიმე პერსონაჟმა თუ ფიგურამ რომლებიც აქ არიან, მაშინ ჩვენ შეგვეძლება ვთქვათ რომ ეს მყის არის სწორედ ისეთი ახლა რომელსაც არ აქვს შეხება დროსთან, მაგრამ მაშინ ალბათ უპრიანი იქნება ეს ფიგურა თავიდან ბოლომდე ასე ვთქვათ გავიაზროთ, ვიგრძნოთ, ვიწნიოთ საკუთარ თავზე, იქნება და მე სიტყვები მატყუებენ, ან და იქნება და მე ვტყუვდები, ანუ ვტყუვდები მე მაშინ როცა მე მინდა და მე მითხრეს რომ კარგი იქნება და უპრიანი იქნება თუ შენ მოახერხებ იმას და გაიხედავ სიტყვების მიღმა. იმიტომ რომ შეიძლება სიტყვაში რაც გარდატყდება ის თავის ბუნებას იცვლიდეს და ამდენად მე ვრკოლდებოდე, ანუ დავრკოლდე ჩემი სურვილის აბსოლუტებაში რომ მე გავიხედო სიტყვების არათუ სიტყვების მიღმა, არამედ საერთოდ არსებობის მიღმა. თუ არის ახლა ჩემს შინაგან სამყაროში ისეთი რამ რომელიც მე არათუ აქეთკენ მიბიძგებს, არამედ ამას შემაძლებინებს, მაშინ რა თქმა უნდა ეს იქნება საწინდარი იმისა, რომ მე ვიყო ყველა იმ აზრის მიმართ შემწყნარებელი, რომლებიც ჩემში არსებობენ და არ გაუჩაღო მათ ომი, არ ვიყო მათთან ბრძოლაში ჩაბმული, იმიტომ რომ თუ მე მათთან ბრძოლაში ჩავები, თუ მე მათ ძალადობრივად დაუპირისპირდი, ან და ისინი მე დამიპირისპირდნენ, მაშინ რა თქმა უნდა ამ მდგომარეობას ვერაფერი ვერ იხსნის იმისგან რომ ყველაფერი ანუ უსულში დაინთქას და ჩემი ასე ვთქვათ ვარაუდი, ჩემი სურვილი იმისა რომ მე მივაღწევ შინაგან სიმშვიდეს მოსვენებას, ეს იქნება აუსრულებელი ნატვრა, მაგრამ მე მინდა აქვე მე შემახსენეს ახლა და მინდა მე ესეც თქვა გავახმოვანო ახლა ვინც მე შემახსენა ეს იმის აზრი რომ სურვილი ასეთი აზრი მოვიპოვეთ ჩვენ რომ სურვილი მაშინ არის სწორედ ნამდვილი, ასე ვთქვათ ჭეშმარიტი
როცა ის მიზანს ვერ აღწევს. ანუ როცა სასურველზე უარს ამბობს. პარადოქსულია, ხო, არ წინააღმდეგობრივი აზრია, ხო? მაგრამ მე მგონი ღირს ანუ ჩვენი ანუ აღზრავს ის ჩვენს ინტერესს იმდენად რამდენადაც ჩვენ გვინდა რომ რამდენადაც შესაძლებელია ანუ ძირიზირობამდე გამოვიკვლიოთ ჩვენი მე მინდა რომ ძირიზირობამდე გამოვიკვლიოთ ჩემი შინაგანი სამყარო რომ მე ჩემს აზროვნებაში თუ რასაც მე მივაღწევ ამ აზროვნების შედეგად ანუ შეიძლება აზროვნება რა თქმა უნდა არ იყოს და არც არის ალბათ მე ასე მჯერა და მე ასე ვუყურებ არ არის რაღაცა საბოლოო დანიშნულების რაღაცა წერტილი რომ იმის იქეთ არ იქა ახლა მე თუ მოახერხე ის რომ ვიაზროვნო და ჩავწვდე იმ ძირებს რომლიდანაც აზროვნება იბადება და აზრები იბადება ამით ყველაფერი ნათქვამია ეს ასე არ არის რა თქმა უნდა მაგრამ ერთი კი არის რომ აზროვნება ანუ ჩემგან მოითხოვს იმას რომ მე დავესწრო მის დაბადებას ანუ ეს დასწრება აქ ძალიან არსებითი სიტყვა დასწრება არ ნიშნავს რომ ვიღაცას რაღაცა დაასწრო არა დასწრება ნიშნავს რომ იყო იმ ასე პროცესის მონაწილე რომელიც ხდება პირველ დაწყებითად ანუ უძირეულესად რომელიც ხდება და ახლობით ეს ისეთი მდგომარეობა შემიძლია ასე ვთქვა რომ როცა დაუშვათ ქმარი ესწრება ცოლის მშობიარობას და უყურებს თუ მის თვალწინ როგორ იბადება რა ქვიან იბადება არსება რომლის კონტურებიც ანუ მის თვალწინ ყალიბდება ასე ვთქვათ ხო და ეს პროცესი ნიშნავს იმას რომ ჩვენ თუ ეს მოვახერხეთ თუ ჩვენ აი დასწრება აი ამ გაგებით ამ ასპექტით შევძელით რომ რაღაცას დავესწროთ აი ამ აზრების დაბადებას ასე ვთქვათ რომელიც ჩემში არიან ხო მაშინ ეს იმას ნიშნავს რომ მე თითოეული მათგანის მიმართ მე ვიყო თანაბრად კეთილად განწყობილი ნუ კეთილგანწყობა ეხლა ეს სიტყვაც ეხლა არ მინდა რომ გავიგოთ ჩვენ ისე რომ თითქოს აქ მე ახლა ზნეობრივი რაღაც მოტივი შემოვიტანე არა აქ უფრო კეთილგანწყობა უფრო ექსტენციალური ანუ უფრო არსებობასთან დაკავშირებული ამბავია და არ არის უშუალოდ ზნეობრივი რამ რომ ესე იგი ზოგიერთის მიმართ ვიყო კეთილგანწყობილი და ზოგიერთის მიმართ არ ვიყო კეთილგანწყობილი ხო აი საქმე ის არის რომ ასეთი დაბადება აზროვნების ასეთი ანუ აზრების ასეთი გაჩენა და წარმოშობა არის სწორედ იმის საწინდარი როგორც ვთქვი უკვე რომ მე ვიყო შემწყნარებელი მაგრამ თავარი ის არის არ არის ის რომ მე ვიყო შემწყნარებელი არამედ მე უნდა ვიყო მათ მიერად შეწყნარებული ასე ვთქვათ მე ამის იმედი მაქვს ხო მაგრამ ეს თუ ეს ასე არ იქნა მაშინ ეს ჩემი მხრიდან არ უნდა ნიშნავდეს იმას რომ მე ისინი თუ არ არიან ჩემს მიმართ შემწყნარებელი ახლა მეც არ ვიქნები მათ მიმართ შემწყნარებელი რა თქმა უნდა ასეთი მდგომარეობას ალბათ ჩემი ვარაუდით ჩემი ფიქრით ადგილი არ ექნება და ეს შემწყნარებლობის ანუ სხვანაირად ამას ქვია ტოლერანტობა ხო მე უნდა ვიყო ტოლერანტული ყველა აზრის მიმართ რომელიც ჩემში არის
თუნდაც ეს აზრები მე მიპირისპირდებოდნენ, მაგრამ საქმე ის არის, რომ შინაგანად მე ფიქრობ, რომ ადამიანს და ამ შემთხვევაში მე ჩემ თავზე ვიტყვი, შესწევს ძალა იმის, რომ განახორციელოს ეს შეწყნარების პრინციპი. მაგრამ საქმე ის არის, რომ აი ამ გზაზე, როცა მე მინდა, რომ აი ეს პრინციპი ბოლომდე განვახორციელო და გავიაზრო ჩემში, მე ამ შემთხვევაში მე მოძრაობ თუ არ ვიცი როგორ თქვა, ანუ ჩემი მიდამო, ჩემი ჰავა, ანუ ჩემი აზროვნების ჰავა, მიდამო, გარემო არის ის, რასაც სინათლეს ვუწოდებ, სინათლესო, ნათელი აუცილებელია ჩემთვის, როგორც აერი, როგორც ჰავა, რომ მე ვიაზროვნო, რომ ჩემი აზრები და ჩემში არსებული აზრები, რომლებიც მე არც კი მეკითხებიან, ისე შემოდიან ჩემში და იმკვიდრებენ ადგილს და ზოგჯერ ისეთი განცდა მეუფლება, რომ მე ამ ჩემი შინაგანი სამყაროს მკვიდრი კი არა ვარ, არამედ მდგმური ვარ ამ ჩემი შინაგან სამყაროში, ხიზანი ვარ, რომელმაც თავი შეაფარა სწორედ ამ სივრცეს, ხო, აი ესეთი დამოკიდებულება, როგორც აი იმის განცდა, რომ სამშობლოდან, მშობლიური კერიდან, მშობლიური სივრციდან ხარ გამოძევებული, ეს ძალიან მტკივნეული რამ არის, მაგრამ ტკივილის, ასე ვთქვათ, დავიწყება მისი ამაზრით მკურნალობა არის შესაძლებელი, მე ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული, მე რა თქმა უნდა აქ ვგულისხმობ აი ფრჩხილებში რომ ჩავსვათ სულიერ ტკივილს და სულიერ ტკივილებს, ხო? მაგრამ საქმე ის არის, რომ ჩემი ეს გარემო, სინათლე, ნათელი, რომელშიც მე მინდა ვიაზროვნო და მე დარწმუნებული ვარ, ამის გარეშე აზროვნება შეუძლებელია, ხო? ეს აი ამ ძალიან ბევრი აი ამ ჩემში დამკვიდრებული, ასე ვთქვათ, ფიგურის თუ პერსონაჟის მიერ განიცემა როგორც ძალმომრეობა. ანუ სინათლე არის არსებულის მიმართ, თუ იმის მიმართ, რაც ამ სინათლეში უნდა გამოვიდეს, გამოჩნდეს, არის ძალმომრეობა. რატომ არის ძალმომრეობა? ამაზე პასუხი ასეთი აქვთ, იმიტომ რომ იქნება და აი იმ რაღაცას თუ რაღაცებს, რაც ჩნდება ამ ნათელში, არ უნდათ რომ გამოჩნდნენ. ეს ხომ არ არის ის, რომ ეს ნათელი არის, ანუ იძულება აი ამ ნივთებთან მიმართებაში, ხო? იძულება. მაგრამ ასე თუ შევხედავთ ჩვენ, მაშინ შემწყნარებლობაც კი არის შინაგანად წინააღმდეგობრივი. რატომ? იმიტომ რომ შეწყნარება ნიშნავს იმას, რომ შენი დამოკიდებულება გამოამჟღავნო ვიღაცის ან რაღაცის მიმართ, ისე რომ შენ არ კითხო მათ, უნდათ კი მათ, რომ შენ მათ მიმართ ასეთი დამოკიდებულება გამოამჟღავნო. ესე შეიძლება შემწყნარებლობა შეიძლება იძულებათ იქნეს საქმე. მით უმეტეს, როცა აი მე გონება ვახსენე და რამდენიმე საუბარში მქონდა ვახსენე ასევე ასეთი ტერმინი, ამპარტავანი გონება, ხო? იქნება და ეს შეწყნარება, იქნება და ეს ნათლისმიერი დამოკიდებულება, სხვა არაფერი არ არის, თუ არა ჩემი ამპარტავანი მეს
გამოვლინება, ხო? რომლითაც მე მაქვს ეს პროექტი მე ჩემში მაქვს, მე შევქმნი ეს პროექტი, აი ჩემს შინაგან დამკვირვებლებთან და ნაქვიან შინაგან ხილველებთან ერთად მე შევქმნი ეს პროექტი, რომლის მიზანი არის ის, რომ ყველას და ყველაფერს შეუწყოს ხელი, რომ ან თავისი შინაგანი ბუნების პრეზენტაცია ან და ასე ვთქვათ წარდგენა მოახდინოს, ხო? წარდგენა, მაგრამ წარდგენაც არის რთული ფენომენია, ასე ვთქვათ, წარდგენა, ხო? რის წინაშე ან ვის წინაშე წარდგენა? რა თქმა უნდა, აქ შეიძლება იგულისხმებოდეს ვიღაცამ თავისი თავის წინაშე წარადგინოს, ან ვიღაც უცხო თავის ნაცნობს წარუდგინოს, ან და ყველამ ერთად თავიანთი თავი წარუდგინოს ღმერთს, ისე როგორც თავის დროზე ღმერთმა ადამიანს წარუდგინა ის, რაც შექმნა. მაშინ წარდგენას სხვანაირად ქვია, ანუ უცხოურად ქვია პრეზენტაცია, ხო? პრეზენტაცია. მე თუ ვერ დავესწარი, ანუ პირველ დაწყებით უძირეულეს წარდგენას, როცა ახლად დაბადებული, ახლად გაჩენილი თავის თავს წარუდგენს იმ თვალებს, ხილულ თუ უხილავ თვალებს, რომლებიც მას შესქერიან, რომლებიც მას უყურებენ, ხო? მაშინ ეს თუ იქ ვერ დავესწარი, თუ ვერ მოახერხე ის, რომ მე უკან გადავდგა ნაბიჯი, ანუ დავიყვანო, ანუ რედუცირება მოვახდინო, ანუ დავიყვანო ჩემი განწყობები, ჩემი აზრები დავიყვანო იმაზე, რაც მოხდა, ესე იგი პირველად, მაშინ გამოდის, რომ ყველა შემდგომი პრეზენტაცია, ანუ ყველა შემდგომი წარდგინება იქნება არა წარდგინება, არამედ ერთხელ წარდგენილის ხელახლა წარდგენა, ანუ რეპრეზენტირება, ხო? და ამიტომ ამბობენ და ეგერ ჩემი შინაგანი დამკვირვებლებიც და თვითმკვლელობებიც მიდასტურებენ იმას, რომ ადამიანს, ანუ მე ამ შემთხვევაში ჩემი შინაგანი სამყაროს მხოლოდ რეპრეზენტაცია შემიძლია და არა მისი პრეზენტაცია. იმიტომ რომ პრეზენტაციას, ანუ წარდგენის პირველ დაწყებით აქტს ესწრება მხოლოდ და მხოლოდ ის, ვინც არის ჩემში თვითმხილველი. მადლობა.